გამარჯობა, მე შმაგი სამხარაძე ვარ და ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ მე-6 ეპიზოდი პლატფორმა მისმინეზე. ამ ეპიზოდში ვნახავთ თუ როგორ ემსახურება სისტემას მედროვე ტიპის ქცევა, როგორ გადადის ყურადღება რეალური პრობლემებიდან და პარალელურად ყალიბდება რეალობა, სადაც სულ უფრო ხშირად გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა და სულ უფრო იშვიათად საუბარი რუსეთის როლზე. გასულ კვირაში ერთ ადგილობრივ გადაცემაში ყავდათ ყველასათვის კარგად ნაცნობი სტუმარი. ინტერვიუს შემდეგ იმავე გადაცემის გვერდზე მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ამოჭრილი ვიდეო ფრაგმენტები. ეს ფრაგმენტები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ზოგი იუმორზე აგებული, ზოგი პირად ისტორიებზე, ზოგი მსუბუქ თემებზე და ნელ-ნელა ექნება შთაბეჭდილება თითქოს და საქმე გვაქვს უბრალოდ ადამიანთან, რომელიც ძალიან გასაგები და ახლობელია. არ ვიცხენ მე წოდება ჩემი თავი, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მაგრამ ამავე ინტერვიუში არის სხვა მნიშვნელოვანი ფრაგმენტებიც. მაგრამ ეხლა რეალურად რო შევხედოთ, ფული ნამდვილად არ ბძულს, ტყუილი ახლა რო თქვა რომ ფული არა ის როგორ გეკადრებათ და ადამიანში მთავარი ადამიანობაა და არა ფული, რა სისულელი, რა თქმა უნდა. ფულია მთავარი. იმით ჩემთვის კი არა მთავარი, 100-ია. ეს უკვე არ არის უბრალოდ აზრი, ეს არის ხირებულებითი პოზიცია. გადაახტევ 9 მთავრობას, იგივე ეს რჩები. ხო, მაგი კაცო მაშინ ისე მარტივად წამომარტყამენ ისა რა ქვია. ხო, ისა ერთ-ერთ კავაინსა ხიართა საზიანთა კლუბში, ეგრეთ წოდებულ კავაინში უსმენდი და ისა რა ქვია, დათო ლიკლიკაძე მიდისო, ისა კბილის ექიმთანო. ხო და ვაიმეო ექიმო, ისა რა ქვია, ვერ გაუძლებო რაღაცებს უკეთებს კბილის ექიმიო. ხო და 9 მთავრობას გაუძელდა და ხამას ვერ გაუძლებო და რაც უკვე ისე მიდის რა ლამის სკეჩები იდგება უკვე ჩემზე ხო და მაშინ თქვი და ახაც ვიმეორებ ამათ ადვილი გონიათ გადაახტეთ 9 მთავრობას ერთს გადაახტენ თუ ადვილი არ არის ადვილი იმას კი არ ამობერო იქნება ეს 9 მთავრობისთვის საჭირო ვიყავი ყოველთვის ეს კი უკვე ქცევის მოდელია მორგება ნებისმიერ სისტემასთან ასეთი ტიპის ქცევა ახალი არ არის შენ რომელ პარტიას ეკუთვნი ყველა პარტია მე მეკუთვნის. რა მთავრობაც მოა, ბოლოს. ყველა მე დამიგრავს თავს. ვარკვარი ვარ მე თუთაბერი. დღეიდან ბოლშევიკურად უნდა მიმუშაოთ. ყურები კარგად გამოიფხიკეთ. ახსნათ ჩვენი ოცნება. დადგა დრო სანეტარო. გაიხარე მუშავ წამებულო. დავწვა. რა უნდა დაწვა შეთ სალტვინა. რაიცი როდეს დაგჭირდება. ერთი და იგივე პრინციპი. არ შეეწინააღმდეგო გარემოს, уბრალოდ მოერგე და ისარგებლე. Ну скажи, почему вас не берет ни голод, ни холод, ни мор, ни пуля? Почему же вы всегда на коне? При царе, при диктатуре пролетариата, в светлом прекрасном будущем социализма, даже если завтра кто-нибудь придумает совершенно небывалую для России власть, вы же опять будете первым. А где же Бог? Где же его карающая длань? Хочу по секрету сказать одну очень важную вещь. Какую? Я не верю в загробную жизнь. Договорились или нет? ამ სცენაში მთავარი არ არის რელიგია, მთავარია ის, რომ პერსონაჟს არ აქვს ხირებულებები და როცა ადამიანს არ აქვს პრინციპები, მისთვის არ არსებობს საზღვრები. ამიტომ შეუძლია ყოველთვის აღმოჩნდეს იმ მხარეს, რომელიც იმ მომენტში ხელსაყრელია. ახლა კი დავუბრუნდეთ რეალობას. ვიდეო ფრაგმენტების ეს სერია ქმნის გარკვეულ სურათს. იუმორი ამცირებს დაძაბულობას. ერთხელ მღეროდი მახსოვს მაშინ გადამაგდო ფაჯრიდან წიხლი რომ მომხდა ზურგში პირადი ისტორიები ქმნის სიახლოვის განცდას. ჩემი შვილი მიყვარს, ჩემი ოჯახი მიყვარს, მე საერთოდ ოჯახი მიყვარს. ხო, მე ვერასოდეს ვერ ვიქნები აბსოლუტური ბედნიერი, იმიტომ რომ მამა აღარ აბყავს. ემოციური საუბარი კი იწვევს სიმპათიას. უმადურობა არის ძალიან დიდი ცუდი რაღაცა. აქ არ იგულისხმება მარტო მადლიერება მშობლისადმი ღმერთისადმი ზოგადად უმადური ადამიანი ძალიან ცუდია.
და ამ პროცესში ყურადღება გადადის არა იმაზე, რას ამბობს ადამიანი პრინციპულად, არამედ იმაზე, თუ როგორ აღიქმება ის. შედეგად, მთავარი კითხვები ქრება. მაგალითად, რას აკეთებდა ეს ადამიანი მაშინ, როცა საზოგადოებისთვის მძიმე მოვლენები ხდებოდა, როცა ყველგან იყო ძალადობა, ადამიანებს სცემდნენ ქუჩაში, როცა ხალხი საჯარო ფიგურებისგან ელოდა პოზიციას. პასუხები არა აქვს, არის მხოლოდ დუმილი. შემდეგ კი ვხედავთ კიდევ ერთ მიდგომას. თითქოს და ლანძღვა თურმე ბუნებრივია. ისე განვიცდი, რომ ლანძღავი რო იცოდე როგორ განვიცდი, მეორედ აღარ ისამენ. ხო, მე ის როდის მივხვდი რომ აღარ გაინტერესებდა? თუ თავიდანვე ეგრე იყავი განწყობილი. რა არის ციხვალენ ესე, ვაიმე თავიდან განვიცდი, მე მივეჩი არა. თავიდან ზუსტად ვიცოდი ის ლანძღვა და ის ტალახი, რომელსაც მესროდენ ჭირდებოდა ყოველთვის ცხოვრების გზებზე და ყველა გამოვიყენე აბსოლუტურად. უარყოფითი რეაქცია უბრალოდ თამდევია და ამას მნიშვნელობა არ აქვსო. ამით კრიტიკა კარგავს თავის მნიშვნელობას, ქრება განსხვავება სამართლიან შეფასებასა და უბრალოდ ხმაურს შორის და ნელ-ნელა ქრება პასუხისმგებლობის საკითხიც. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება ნორმატიული გავლენა. ადამიანები ხშირად არა მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობიან, არამედ აკვირდებიან სხვების ქცევას. თუ ხედავთ, რომ შესაძლებელია არ დააფიქსირო პოზიცია, მოერგო ნებისმიერ გარემოს და მაინც შეინარჩუნო ადგილი სისტემაში, იწყება იმის აღქმა, რომ ეს ნორმალურია. და სწორედ აქ ერთდება ეს ყველაფერი პროპაგანდასთან. პროპაგანდა ყოველთვის არ არის პირდაპირ გზავნილი, ხშირად ის მუშაობს მაგალითებით. როცა ადამიანი ამბობს, რომ ადამიანობაზე მთავარი ფულია და ამავე დროს წარმატებით რჩება სისტემაში, ეს უკვე გზავნილია. როცა იგივე ადამიანი ადვილად ერგება სხვადასხვა რეალობას და ამას როგორც განსაკუთრებულ უნარს ისე გვიჩვენებს, ესეც გზავნილია. და საბოლოოდ, აქ მთავარი აღარ არის ერთი ადამიანი. მთავარია ის, თუ რას ვიღებთ ნორმად. თუ ნორმა იქცევა პრინციპების არქონა, მორგება პოზიციის ნაცვლად და სიჩუმე მაშინ, როცა საჭიროა ხმის ამოღება. ეს უკვე ცალკეული შემთხვევები აღარ არის. დროთა განმავლობაში ეს ინერგება როგორც საერთო მიღებული წესი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ზოგჯერ პრობლემა არ არის იმაში, რომ კითხვები არ არსებობს. პრობლემა ისაა, თუ როგორ გადადის ყურადღება სხვა მიმართულებით. არსებობს ერთი ხალხური ალეგორია. როცა ცხრის ფარას საკვები არ ყოფნის და ცხვრები იწყებენ ხმაურს, წყემს სიგუდაში კატას სვამს და მაღლა კიდევს. ცხვრები უყურებენ, როგორ იწყებს კატა მოძრაობას, როგორ ფრთხება, როგორ კრთება ხმაურზე და ამაზე გადადის მათი ყურადღება. და ეს მხოლოდ ალეგორია არ არის. პოლიტიკურ კომუნიკაციაში ამას ყურადღების გადატანას უწოდებენ. როცა ძირითადი პრობლემების ნაცვლად ყურადღება გადადის უფრო ხმაურიან ან ემოციურ თემებზე. ინფორმაციულ სივრცეში ერთდროულად ჩნდება სხვადასხვა თემები, პირადი სკანდალები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ხმაურიანი განცხადებები, სწრაფი საკადრო გადაადგილებები, სუვერენიტეტზე საუბარი, დასავლეთთან დაძაბულობის გამწვავება, მასშტაბური დაპირებები და პროექტები. ეს თემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ერთი საერთო თვისება აქვთ. მარტივად ექცევიან ყურადღების ცენტრში. და ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ აქვს, საიდან მოდის ეს თემები. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ოპონენტი, შიდა კონფლიქტი, სკანდალი, დიდი დაპირება ან ნებისმიერი ხმაურიანი მოვლენა. ყველა მათგანი შეიძლება იქცეს იმ კატად, რომელიც ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანს. გავს არა იმ ალეგორიას. როცა ყურადღება გადადის სანახაობაზე, პრობლემა არ ქრება, ის უბრალოდ გადადის ფონზე. და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, მით უფრო იშვიათად ისმის მთავარი კითხვები. ფასების ზრდა, ემიგრაცია, დემოგრაფიული კრიზისი, სიღარიბე, უმუშევრობა და სხვა პრობლემური საკითხი ქრება დღის წესრიგიდან, აღარ ითხოვს პასუხებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ნახეთ ეს ვიდეო. პირველის ყოვლისა ის, რომ პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ ამ დიპლომატის დაბარება, ეს რასაკვირველია მისასალმებელია. მგელი, რომელმაც თავისი კბილები არაჩვენა, ეგონათ ძაღლი. ჩვენ ესენი ჯერ ვიყურებენ და ხვედავენ ჩვენში ძაღლს. ამიტომ ჩვენ მე მგონი დრო ვარო ცოტა ნელა უკვე დავიწყოთ ჩვენი კბილების გამოჩენა. ახლა ვნახოთ რა მოხდა რეალურად. დაახლოებით 21 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ საქართველო დგას გზაგასაყარზე და არსებობს რისკი დაბრუნებისა იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია არასტაბილურობასთან, სიღარიბესთან და კონფლიქტებთან. ეს იყო გაფრთხილება ქვეყნის
პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. 22-23 აპრილს მოხდა ქართული ოცნების რეაქცია. ირაკლი კობახიძემ წვავედ გააკრიტიკა ეს განცხადება და თქვა, რომ ეს გავს ზეწოლას და ჩარევას. შემდეგ ეტაპზე გაჩნდა მოთხოვნა, რომ ელჩი დაებარებინათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის ფაქტები. ახლა დავუბრუნდეთ კითხვას. რატომ აღიქმება ასეთი განცხადება როგორც ტრული? როცა საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს სიღარიბეში, არასტაბილურობაში და კრიზისში. ეს არის გაფრთხილება თუ მუქარა? რატომ იწვევს ასეთი შინაარსის განცხადება ასეთ მკვეთ რეაქციას? აქ ჩნდება მეორე კითხვაც. რატომ იქნება სურათი, სადაც ჩვენი პარტნიორები წარმოჩენილია როგორც საფრთხე? საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის კურსი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ნიშნავს თანამშრომლობას და პარტნიორობას. და მაინც რიტორიკაში ხშირად ჩნდება დაპირისპირება სწორედ ამ მიმართულებით. ამავე დროს არსებობს სხვა რეალობაც. არსებობს ოკუპაცია, არსებობს მუდმივი ზეწოლა მოსკოვისგან. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს სანქციები. აი ეს კი უკვე პირდაპირი ზეწოლის ფორმაა. რატომ არ იწვევს ასეთი განცხადებები იგივე რეაქციას? რატომ არ ისმის იგივე ტონით პასუხი იქ, სადაც რეალური ზეწოლა არსებობს? თუ საუბარია კბილების გამოჩენაზე, მაშინ სად უნდა იყოს ეს რეაქცია? იქ, სადაც პარტნიორები აკეთებენ გაფრთხილებას ქვეყნის მდგომარეობაზე, თუ იქ, სადაც მოდის პირდაპირი მუქარა და უკვე არსებული ზეწოლა. სიმკაცრე ერთი მიმართულებით და სიჩუმე მეორეს მიმართ. ეს უკვე მხოლოდ რიტორიკა აღარ არის. ეს არის არჩევანი. და ეს არჩევანი განსაზღვრავს, როგორ ხედავთ ჩვენს რეალობას. ვინ არის პარტნიორი და ვინ რეალური საფრთხე. გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. ნახეთ ეს ორი ვიდეო. ის ამერიკული პრესა, ხო? ეს იქიდან გვისმენენ ჩვენ, რომ გაიგონ ამერიკაში რა ხდება სიმა, რა დრო მოვიდა, გახსოვთ? ჩვენ აქ ვისმენდით იმ ამერიკის ხმას, რომ ცოტა აქ რა ხდება, ისევ ამერიკის ხმის ვაგირო. აქ რა, აი ეგ არის ამ ეთერში მაგის გულისთვის ვზივართ. ისევ ვიმეორებ, ზოგს მოეწონება რას ლაპარაკობს, ზოგს არ მოეწონება, მაგრამ ერთი არის მთავარი, რომ არ ვტყუი ვართ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ისტორიაში, რომ ევროპა დახმარებოდა საქართველოს. არასოდეს გვერდზე არ დამდგარან. არასოდეს რა. ახლა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას. განცხადება ჩვენ არაზრუს ვიტყუებით არ არის არგუმენტი. ეს არის უბრალოდ თვითდახასიათება. მაგრამ მეორე განცხადება უკვე გადამოწმებადია. ევროკავშირმა 1992 წლიდან დღემდე საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო. ეს არის პირდაპირი ფინანსური დახმარება, რომელიც მოხმარდა ინფრასტრუქტურას, განათლებას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას და ბიზნესის განვითარებას. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში 2007-13 წლებში დაახლოებით 450 მილიონი ევრო, 14-20 წლებში დაახლოებით 800 მილიონი ევრო, 21-22 წლებში კიდევ 100 მილიონი ევრო. ევროკავშირი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველაზე დიდი დონორია. გარდა გრანტებისა არსებობს ინვესტიციები, ეკონომიკური პროგრამები და უსაფრთხოების მხარდაჭერა. ახლა ვნახოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ყოველწლიურად საქართველოში შემოდის მილიარდობით დოლარი უცხოეთიდან. ბოლო წლებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ამ გზავნილებში ლიდერია ევროკავშირი. ევროპის ქვეყნებიდან ჯამურად საქართველოში შემოდის დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი წელიწადში, რაც აღემატება როგორც რუსეთიდან, ისე ამერიკიდან მიღებულ თანხებს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წყაროა საქართველოსთვის. ეს არის ფული, რომელიც საქართველოში გზავნიან ჩვენი ემიგრანტები. ეს არის პირდაპირი დახმარება ოჯახებისთვის, ეკონომიკისთვის და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ამ ფონზე განცხადება, რომ ევროპა არასოდეს დახმარებია საქართველოს, უბრალოდ არ შეესაბამება რეალობას. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა, როცა ფაქტები ასე მარტივად მოწმდება, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები? და რატომ ვრცელდება ისინი ისე, თითქოს ეს არის სიმართლე? ეს უკვე აღარ არის უბრალოდ აზრი, ეს არის ცდილობა შეიქმნას ალტერნატიული სურათი, სადაც ფაქტებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს. Გადავიდეთ ბოლო თემაზე. Нахет ეს ვიდეოები. Я вчера посмотрел, есть такая дама, зовут ее Боня Виктория. Она, нет, зря улыбаетесь. Она обратилась напрямую к президенту, но из Монако.
Она перечислила все вопросы, которые тут ставились, и вы слышали. И почему в Анапе грязное пятно, и почему не отреагировали вовремя на помощь Дагестану и Чеченской Республике. Мы все сделали, чтобы поддержать Путина, его стратегию, его политику. Но вы не слышите, это же почему дама из Монако услышали ее, и Песков комментирует. Мы вам 10 раз говорили, провалится экономика неизбежно. Первый квартал весь провалился до дна. Если вы срочно не примете меры, финансово-экономические и другие, то по осени нас ждут то, что случилось в 2017 году. Мы не имеем права это повторять. რუსეთში არსებობს რეალური ეკონომიკური პრობლემები და ეს თემა უკვე განიხილება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. ახლა ნახოთ სხვა სურათი. იტალიაში, თუ ახლა მელონი ისედაც არის რაღაცა ნახევარად კონსერვატიული ლიდერი, თუმცა ხარდაჭერას უფრო იკრებს, უფრო ნაციონალისტური მემარჯვენე ძალები, იგივე ეს სალვინის სახით, ანუ კრიტიკა უკვე იზრდება მელონის სახით. საფრანგეთში იგივე ეს ჟოზეფ ბარდელა არის მთავარი პრეტენდენტი მომავალ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ანუ ლიბერალურ ცენტრისტებს არ ყავთ კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს მათი, ასე ვთქვათ, კანდიდატი მომავალ წლის არჩევნებში. ხო, რაც კარგ ნიადაგს უქმნის იმას, რომ რაღაცა ბარდელა იყოს უპირობო ლიდერი. სლოვენიაშიც არის ესეთი რეზისტენტული პოლიტიკის საწყისები, რომ მაგალითად პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ნატოდან გასვლის საკითხი უნდა დავაყენოთ და რეფერენდუმი ჩავატაროთ ამის შესახებ. ეხლა სლოვენიას რამდენად მიცემენ ამის უფლებას და რამდენად საერთოდ განახორციელებენ ერთ საკითხად, თუმცა ეს მესიჯებიც უკვე მიანიშნებს, რომ სადღაც თუ სხვანაირად ხდება, იმის საპირისპირო ხდება სხვა ქვეყანაში. ეს არის გადაცემა, რომელიც თავისი სახელით გვპირდება, რომ გააშუქებს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესებს. მაგრამ როცა ვაკვირდებით შინაარსს, ხშირად ხედავთ სხვა თემებს, ევროპა, სხვა რეგიონები, სხვადასხვა კრიზისები და თითქმის არ ისმის საუბარი იმაზე, რაც პირდაპირ ეხება ჩვენს რეგიონს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა საქართველოზე, ოკუპირებული ტერიტორიები, პოლიტიკური ზეწოლა, უსაფრთხოების საკითხები. ამავე დროს იქ მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ აესახოს რეგიონზე. და სწორედ აქ ჩნდება კითხვა, თუ გადაცემას ჰქვია საერთაშორისო მიმოხილვა, რატომ არ განიხილება ეს თემა? ეს აღარ არის მხოლოდ შინაარსის საკითხი, ეს არის შერჩევა, არჩევანი, რაზე ისაუბრონ და რას არ შეეხონ. და როცა ეს არჩევანი სისტემურად ერთნაირი ხდება, იქნება არასრული სურათი. ეს არასრული სურათი კი ვერ იძლევა სრულ გაგებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას და რეალურ რისკებს. და საბოლოოდ საკითხი აღარ არის მხოლოდ ერთ გადაცემაზე. საკითხია იმაზე, როგორ ყალიბდება ჩვენი წარმოდგენა რეალობაზე. რადგან თუ ანალიზს შერჩევით გვაწვდიან, მაშინ აღქმაც შერჩევითი ყალიბდება. ეს იყო პროპაგანდის წინააღმდეგ მე-6 ეპიზოდი. შეხვდებით ერთ კვირაში ტრადიციულად ორშაბათს 22 საათზე. მის მინეზე. მადლობთ რომ გვიყურებთ.